ნახეთ, სად ჩამოვედი. მარშრუტად ჩამოსვა ქვევით ალავერდში, რა გადმოსახვევია ამ მონასტრისკენ, სანაჰინის ამ თვითონ დასახლებისკენ და მონასტრისკენაც 5 კილომეტრი ალავერდიდან დაშორებული და როგორც კი ჩამოვდე რა, ჩანთა 100 მეტრი მქონდა ზუსტად გამოვლილი, მოხუცმა წყვილმა გამიჩერა. და ამომიყვანეს მონასტრამდე. არა მგონია რომ ისინი თვითონ მონასტრამდე მოდიოდნენ. უბრალოდ პატივი მცეს და ამომიყვანეს. ასე რომ პირველი შეხვედრა ჩვენ მეზობელ სომხებთან შვენიერია. ეხლა ვარ ლორეს პროვინციაში, სომხეთში. ახლოს არის ქალაქი ალავერდი, მაგრამ აქ სადაც ვარ, ეს არის სანაჰინი ქვია, სადაც არის სანაჰინის მონასტერი, მაგის სანახავად ვარ ამოსული. მაგრამ თავიდან მინდა გითხრათ, როგორ მოვხვდი აქ. ესე იგი გადავწყვიტე რომ ჩავწერო სამოგზაურო ვლოგები. როცა მარტო მომიწევს მოგზაურობა, ანუ შესაბამისად მარტო ვიქნები. ან მარტო ვიმოგზაურობ, როცა დრო მექნება მაგისი, უფრო ზამთარში მაქვს მაგის დრო. გვექნება ასევე საოჯახო სამოგზაურო ვლოგები, ხშირად მე და თამო და ბავშვები დავდივართ აქეთ-იქით. როცა გვიჩდება დრო და შესაბამისად ამ YouTube არხზეც ავტვირთავთ ხოლმე მაგას. ჩამოვედი მარშრუტკით საქართველოსდან 50 ლარი გადავეხადე ავლაბრის მეტროსადგურიდან გამოდიან ეს მარშრუტკები, იქვე ოფისია და იქვე იყიდით ბილეთებს. გამოვედით 9 საათს, ახლა არის სადღაც პირველის ნახევარი. საქართველოს საზღვარიც და სომხეთის საზღვარიც რავი უპრობლემოდ რიგის გარეშე გადმოვიარეთ, იმიტომ რომ ამ დროს არ არის აქ მაინც და მაინც დიდი მოძრაობა და დღეს მივდივარ ვანაძორში. ნახოთ თუ მექნება დრო თვითონ ქალაქსაც ვნახავ. სანაჰინის მონასტერი აშენდა მე-10 საუკუნეში, მე-13 საუკუნემდე გრძელდებოდა მისი მშენებლობა. როგორც წავიკითხეთ, თითქმის ისია შემორჩენილი, როგორც იყო თავიდან. 1996 წლიდან არის იუნესკოს ძეგლი. როცა ამოდიხართ მონასტერში, აი ესეთი სურათი გხდებათ. ნახეთ უბრალოდ როგორი ლამაზია აქაურობა. გამოვედი ახლა სანაჰინის მონასტერი მოვინახულე უკვე და ახლა მივდივარ თვითონ ამ დაბის ცენტრში. ყავას დავლევ, რამეს შევჭამ ცოტა სწორე მომშივდა. ლამაზი წყნარი ადგილია. ჩვენ სოფლებს გავს, ქართულ სოფლებს. ძალიან ლამაზი ადგილია. ბაროდეს. ვცდილობ, რომ რამდენიმე სიტყვა სომხური ვისწავლო, ბარევძეს უკვე ვიცი. რამდენიმეს ვისწავლე არ ვიცი, რომელიც დამამახსოვრდება რა. ჯერჯერობით რა, ყველაფერი კარგად მიდის. ძალიან მომწონს აქაურობა რა. მაგრამ ცივა ეხა აი ძალიან დაახლოებით 1000 მეტრზე ვარ ეხა ზღვის დონიდან აქ და ეს აშენელი სიცივე ალბათ 1-0 გრადუსი ხელებისე მომეყინა რომ იმედია სტაბილიზაცია კარგი აქვს ჩემ ტელეფონს რომ ისე მიკანკალებს ეხა ხელი სამწუხაროდ ვერსად ვერ ვხედავ ან კაფეს ან რესტორანს ან რამე ეგეც ხალხი მეყურებს და ფიქრობენ ეს გიჟია მოვდივარ ეს ჩემთვის მარტო ტელეფონთან ვლაპარაკობ რასაც უყურებ ახლა სანაჰინს, ძირითადად ეს საბჭოთა სახლებია. აი ჩვენთან რო ვეძახით ხრუშოვკებს 5 სართულიანები. ოღონდ აქ ძირითადად არის ტუფით მოპირკეთებული. ისეთი რა ტიპიური საბჭოთა დასახლება, რომელიც ჩვენს ბევრი გვაქვს საქართველოში. წავედი ახლა ვერ პოულობ ვერაფერს, რაღიას რამეს, ან კაფეს, ან პატარა რესტორანს რო. სადმე დავჯდე და ჩავალ ალავერდში და სადმე იკავჩერდები ცოტა ხანი. ალავერდიდან გზაზე დავდგები იქ და რამე გამოივლის ვანაძორისკენ რაც წავა. ან თბილისი ერევნის მიკროავტობუსი ან რავი. ვცდი რომ ისე თუ ვინმე გამიყოლებს, როგორც ახლა აქ მომიყვანა იმ კეთილმა კაცმა. ვეცდები ესე ვიარო ვანაძორამდე. ნახოთ, პირველი რაც შემხვდება, იმას გამოვიყენებ. რაც მინდოდა რამე თქვა, მაქსიმალურად ვეცდები გამოვიყენო ჩვეულებრივი ტრანსპორტი. არის მიკროავტობუსები, ავტობუსები, მატარებლები, ან რამე ეგეთი რა ნებისმიერი. დრო ვფიქრობ, რომ ესე უფრო ახლოს შემეძლება გავიცნო ადგილობრივი კულტურა. ესე უფრო სახალისო იქნება, მე ვფიქრობ.
აი ამ ხიდთან უნდა ჩავიდე ახლა ფეხით. დაახლოებით 5 კილომეტრია. აი რასაც ვამბობდი ხალხო, რა 100 მეტრი გამოვიარე და სერგეიმ გამიჩერა მანქანა. ეხლა მივდივარ ხიდთან ჩამოვალ და წავალ ვანაძორისკენ. ჩამოვედით ვანაძორში, გადავიხადე 1500 დრამი. რაღაც მანქანამ გააჩერა ტაქსი ხო რა. ორი კაცი წამოგოყანა. მერე ვიღაც კიდე აიყვანა, მერე ვიღაც ჩამოსვა. არ წამოვიდოდი ტაქსით, მაგრამ დაახლოებით იგივე ღირს მიკროავტობუსები ჭემა მითხეს იქ რა. რაღაც 1000 დრამამდე ალბათ. მაგრამ დაცივდა იქ ძალიან და აღარ დამიწყია ბევრი ლოდინი. შესაბამისად წამოვედი 10 ლარი არც ისე ძვირია ტაქსი. ამოვედი ახლა ცენტრში, წავალ ჩემ ჰოსტელში. რაც შეეხება თვითონ ვანაძორს. ვანაძორი არის მესამე ქალაქი სიდიდით სომხეთში. დაახლოებით 100-110,000 მაცხოვრებლით. ახლა არის საღამოს 5 საათი დაახლოებით და საკმაოდ ცივა 1300 მეტრია ზღვის დონიდან, ასე რომ ცივა ალაგ-ალაგ თოვლიც არის. აი ეს არის ცენტრი ვანაძორის. აი ესეთი ცენტრია. ეს მერიას გავს. აი ეს არის ვანაძორის ცენტრი. წავედით ახლა ჩემს ჰოსტელში. ჰოსტელში გადავიხადე 30 ლარი, დაახლოებით 4000 დრამი ერთი ღამით. ჯერჯერობით ერთი ღამით მაგ დაჯავშნელი. საღამოს გამოვიდეთ. ერთად დავათვალიეროთ ვანაძორის ცენტრი. ნახოთ რა ხდება ღამის ვანაძორში. დავაღვიძოთ მძინარე ვანაძორი. ნახოთ რაღაცებს ნახავ, რასაც არის ბარები, რამეს შევჭამ. რა თქმა უნდა ჰოსტელსაც გაჩვენებთ. ყველაზე იაფიანი იყო ეს რაც ვნახე. ამაზე იაფად რავი, არ იყო თავისუფალი არაფერი. აი ეს არის ჩვენი ჰოსტელი. ავიდეთ ახლა და ვნახოთ. აი ეს არის ჩემი ოთახი. ჩემი ოთახი არა, ანუ ორადგილიანი ოთახია. თუ ვინმე მოვა, გავიყოფთ ოთახს. ჰოსტელია, როგორც გითხარით. მაგრამ ჯერჯერობით მარტო არა. ეს არის პატარა ოთახია, ძალიან ალბათ 10 კვადრატული მეტრი იქნება დაახლოებით. მისაღები. თავისი ტელევიზორით. აქეთ სხვა ოთახებია. აი აქ არის ჩვენი სამზარეულო. სადაც შეგვიძლია რამე მოვამზადოთ, ან დილით ყავა მოვიდოოთ, რაც საკმაოდ კომფორტულია. აი ესეთი თვალწარმტაცი ხედი გვაქვს ჩვენი ჰოსტელიდან. გამოვედი ხალხო ჰოსტელიდან. ახლოს ნახე რამდენიმე რესტორანი, მაგრამ სომხური სამზარეულო ნახე ერთში. Green Cafe ვანაძორ, ესე ქვია. ნახოთ აბა, დავაგემოვნოთ ერთი რა საკეთებენ, როგორი რესტორანია. დანარჩენი იყო რამდენიმე რესტორანი ნახე, მაგრამ ძირითადად აქვთ ევროპული სამზარეულო და რამდენიმე აზიური რესტორანიც ნახე. ევროპული სამზარეულოსთვის ევროპაში წავალთ ერთად, აზიურისთვის აზიაში ერთად, ასე რომ სომხეთში გავსინჯოთ რამე სომხური. ცუდი. ესე იგი რა ხდება? შევედი ამ Green Cafe ვანაძორში. მაგრამ აქვთ პიცა, აჭარული ხაჭაპური და ხინკალი. ხმერთა ჩემ, ესე იგი ვერ ვნახე რა, ქაბაბია რა, წარმოგიდგენია? ვერ ვნახე რა, ადამიანური რესტორანი, სადაც შევძლებ რომ არ სომხური სამზარეულო გავსინჯო. არის ფასტ-ფუდები, შაურმები და ეგეთი რაღაცები, მაგრამ არ მინდა ეს შაურმები. ახალი პირველი დღე ჩამოსული ვარ და რაღაც მინდა რომ ადგილობრივი გავსინჯო რა. როგორც მინიმუმ სომხური მენიუ რო გქონდეთ რა, ეგეთი რესტორანი. აი ესეთი ყავის აპარატები დგას, რავი, ყველაფერი ხის ნაბიჯს. რა ძალიან კარგია. დილით რო გამოხვალ, უცებ ყავას დალევ. აი ესე გამოიყურება ცენტრიდან 50 მეტრში ვანაძორი. სამწუხაროდ ქუჩის განათებები არ ჩანს. მორჩა რა, მომეწურა უკვე მოთმინების ბელათან მაგრად მშია. ძალიან შემცივდა ხელები. გამეყინა, ძალიან ცივა. კაი, წავედი სადმე შევალ, როგორც კი შევალ ეგრევე ჩავწერ ვიდეოს რა. ჩამოვედი საშაურმეში. ატმოსფერა რავი კარგია, ძალიან ლამაზი ადგილია. აქვთ ყველაფერი რა, პიცა, ბურგერები, ჰოთ-დოგები.
მაგრამ ავიღე შაურმა, ღორის და დიდი ღირს 1000 დრამი, რაც არის დაახლოებით 7 ლარი. ნახოთ, აბა გავსინჯოთ შაურმა, ნუ პიცას და ბურგერს და ჰოთ დოგს და ეგეთ რაღაცებს შაურმა მერჩევნია რა, გავსინჯავ ადგილობრივს როგორ აკეთებენ, ნახოთ. აბა გავსინჯოთ ეხა ჩვენი შაურმა. ნახოთ როგორია 7 ლარიანი შაურმა, ნახეთ რამ ხელაა. ვერ ვიტყვი რომ ძალიან გემრიელია ხა რაღაც გადასალებია, მაგრამ ფასი რაც აქვს შესაბამისია რა. რავი 7 ლარად ძალიან მაგარია. თან ეხა ეს რავი ერთ ჯამაზე გეყოფა მთლიანად რა. რო ვთქვა ეხა ვაი ძალიან გემრიელია და აუ ეს რა ჯამი თქო არა, მაგრამ გემრიელია. კარგი. ეხა გეგმაში მაქვს რომ წავიდე სადმე ახლოს ბარში, იქ კითხე შაურმაზე ვინც მუშაობდნენ ბიჭებს, თუ სადმე დადიან აქ ახლოს სადმე ბარში, ზოგადად საღამოობით დასალევად რა, მაგრამ მითხრეს რომ არა არ დავდივარ თუ ჩვენო ბარებში და წავალ მაშინ მე თვითონ ვწდი ეხა რა. ჰოსტელში ვერაფერს ვერ გავაკეთებ და წავალ ცოტას გავილვი რავი და თან ცოტას ქალაქსაც დავათვალიერებ რა ღამის. თქვენც გაჩვენებთ თან. შემოვედი ბარში, ჯერჯერობით მარტო ვარ, მაგრამ კარგი ბარია ძალიან. ესეთი პატარა საყვარელი ბარია, სადაც თავისუფლად შეგიძლია ჩამოხვიდე, რავი, ერთი ჭიქა ლუდი, ერთი ბოთლი ლუდი ან ღვინო დალიო. საერთოდ არაფერი არ ხდება გარეთ, ასე რომ ჯობია ბარში ჩამოვიდეთ, ცოტა ხანი დავისვენოთ, იმიტომ რომ ხვალ საკმაოდ გრძელი დღე გველოდება. ხვალიდან გეგმებზე მე მოგიყვებით რა. თუ რამე მოხდება ბარში ესეთი საინტერესო, აუცილებლად გაჩვენოთ. ასები ბარში რა, საკმაოდ იაფი არ არის ყოველ შემთხვევაში რა. ის ჭიქა ღვინო იწყება დაახლოებით 4-5 ლარიდან, ლუდი იწყება დაახლოებით 7 ლარიდან. ღვინო ქართული ღვინოებიც არის. მოკლედ ხვალინდელ დღეს რაც შეეხება რა. ხვალ წავიდე დილით ავტოსადგურზე. ნახოთ იქ რას მეტყვიან, თუ არის მიკროავტობუსები ან რაიმე ტრანსპორტი დილიჟანისკენ. თუ არა და მაშინ წავალ გიუმრიში. ხვალ გადავწყვიტავთ, სად წავალთ, რას ვიზამთ, როგორ ვიზამთ დილით უკვე მეცოდინება. დილა მშვიდობის ახლა ხო გამოვედი ჰოსტელიდან. რო გითხრათ რომ კარგად მეძინა თქო მოვიტყვევი. საშინლად ციოდა, აი ძალიან ციოდა. კათფობა კი იყო ჩართული, მაგრამ როგორც ჩანს რავი, ვერ ერევა ან არზე არა. მოკლედ წავედით ახლა სადგურზე. ნახოთ საით გავლენ მიკროავტობუსები. დილიჟანისკენ, გიუმრისკენ თუ ასე შემდეგ. მაინც არც ერთგან არა ვართ რა, ნამყოფი ასე რომ საითაც ნახოთ იქით წავერთვით. მიკროავტობუსზე აღარ არის ადგილები გიუმრის მიმართულებით და მომიწევს ახლა კორიდორში დაჯდომა პატარა სკამზე, რაც ღირს 800 დრამი. თან ასე ბავშვობასაც გავიხსენებ. დავედით, თუ გზაში რამე საინტერესო იქნება, ჩაგერთვებით. თუ შევძელი საერთოდ ჩართო. ესე მეგობრებო, ტაბურეტზე ვზივარ მიკროავტობუსში. არ ვიცი ალბათ ბოლოს ვიჯექი ტაბურეტზე. არ მახსოვს ალბათ შევარდნაძის დრო ჩვენთან. თუ გახსოვთ თქვენ შევარდნაძის დრო. მაგრამ რავი, კარგია რა. განსხვავებულია და სახალისო. შევხვდებით გიუმრიში. ჩამოვედით გიუმრიში. გიუმრის სიდიდით მეორე ქალაქია სომხეთის, ერევანის შემდეგ. რაც შეეხება მგზავრობას რა, ესე არ მიმგზავრია, როგორც მიკროავტობუსში ვთქვი ალბათ 1-20 წელია.
თავზე ვაჯექით ერთმანეთს, ვერც კი მოვახერხე, რომ უბრალოდ ტელეფონი ავამეღო, რომ რამე გადამეღო ან გზაზე. ან ზოგადად რა ხდებოდა თვითონ მიკროავტობუსში. ესე იგი ერთმანეთს როგორც თევზები ეგრევე ყავით ჩაწყობილი რა. ეხლა მინდა ჩავიდე ავტოსადგურზე. რომ ნახო რომელ საათზე გადის ერევნის მიკროავტობუსები დილით ან საღამოს და მე გადავწყვეტავ აქ დავრჩები თუ არა ერთი ღამე. ნახოთ თუ მოვასწარი და გვიან გადის რამე ერევნისკენ. წავალ ბარემ ერევანში. საღამოს იქ გავატარებ და მე იქ დავრჩები რამდენიმე ღამე. გიუმრიში ბევრი რაც ვნახე, ეხა სანახავი იმდენი არაფერია, რამდენიმე ადგილი შევარჩიე. ცოტა ისეთი უცხო სანახავი და ნახოთ. რამდენად მოვასწრებთ, მაგაც ვნახავ რა და მე გადავწყვეტავთ უკვე საღამოს საწავალთ. აი ესეთი ყავა ავიღე. როგორც გუშინ თქვი, ბევრი აპარატია რა გზაზე. თითქმის ყოველ რავი ალბათ 100 მეტრში ყავის აპარატი დგას გზაზე და საკმაოდ იაფი ღირს, 100 დრამი ღირს ჩვეულებრივი შავი ყავა. 1000 დრამი არის 7 ლარი, 70 ქართული თეთრი. ესე იგი ახლა გამოვედი გიუმრის მატარებლების სადგურიდან. ნახე რომ ესე იგი საღამოს გადის 6 საათზე, ბოლო მატარებელი ერევნისკენ, 3 საათი უნდება და დაახლოებით ღირს 1400 დრამი. 1400 დრამი არის დაახლოებით 10 ლარი. რაც რავი არ არის ძვირი რა. ასე რომ 5 საათი მაგ დაახლოებით ახლა გიუმრის დასთვალიერებლად და შემდეგ შეგვიძლია საღამოს უკვე ერევანში წავიდეთ. თან მატარებლით გზავრობასაც ვნახავთ. მე აზრით საკმარისი იქნება უკვე 5-6 საათი. რომ ვიარო გიუმრისში რავი არ მგონია რომ რამე ვნახავი დამრჩეს ისეთი მნიშვნელოვანი რაც არის. ყოველ შემთხვევაში მე ის ვნახვაც მინდა. იგი წავედით ახლა საჭმელს შევჭამ, დილით არ მისაუზმე, არ შედიოდა ჩემ ჰოსტელში საუზმე. ასე რომ სადმე ვისადილებ, სუეცდები ტრადიციული შევჭამო და შემდეგ უკვე დავიწყოთ გიუმრის დათვალიერება. შემოვედი, ახლა ესე პატარა რესტორანია. ცოტა ვჭამო, თან ყავას დავლევ, ცოტას დავიშვენებ თან სანამ შავციხეზე ავალ. ვიყიდე ქაბაბი საქონლის, რომელშიც გადავიხადე თითქმის 800 დრამი. ნახოთ, აბა პირველად ვჭამ ახლა ქაბაბს სომხეთში და ნახოთ როგორი ქაბაბი იქნება. შემდეგ წავალ აქედან უკვე შავციხეზე. მინდა რომ მოვასწრო შავი ციხე და ცენტრშიც გავისეირნო. ნახოთ როგორია ჩვენი ქაბაბი. ძალიან გემრიელი. ნუ უცხოს გემრიელი. მით უმეტეს ფასთან შედარებით ვაფშე საერთოდ რა. ძალიან გემრიელია და მომწონს. გავსინჯე როგორც იქნა ქაბაბი სომხეთში. მეორე დღეა უკვე აქ ვარ. ეხლა წავედით შავი ციხის მოსანახულებლად, გიუმრის შავი ციხე ეგრე ქვია. დაახლოებით 2 კილომეტრი ნახევარი გვინდა ეხლა აქედან. ალბათ დაახლოებით 1-40 წუთი ფეხით. აი ესეც ჩვენი შავი ციხე. ამოვედი ხალხო ეხა შავ ციხეზე. ძალიან ლამაზი იქნება გაზაფხულზე ან ზაფხულში, პანორამული ხედებით დაბლა ქალაქზე და აი იქით დასავლეთ მხარეს არის თურქეთის საზღვარი უკვე. ზუსტად მაგიტო ააშენეს მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ეს ციხე რუსეთის იმპერატორმა ააშენა და წარმოადგენდა თავდაცვით ნაგებობას. განსაკუთრებით რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ომის პერიოდში.
მოკლედ ესეც ასე, სომხეთის დედაც ვნახეთ, შავი ციხეც ვნახეთ. ეხლა წავედით გიუმრის ცენტრში. ნახოთ გიუმრის ცენტრში თუ რამე არის ანახავი, აუცილებლად ვნახავ. და გავისეირნოთ რა ზოგადად გიუმრის ცენტრში ჯერ დრო მაქვს. გადავიღებ თუ რამე იქნება გადასახები და წავალ თან მატარებლების სადგურზე, რომ საღამოს მატარებელს გავყვე ერევლისკენ. პატარა საფეხმავლო ქუჩაზე მოვხდი. შენობები ძალიან მაგონებს ჩვენთან ამ მაშენებლის გამზირს. ძალიან ლამაზი ადგილია, თან საფეხმავლოა და ძალიან კარგია. უხდება ქალაქ საფეხმავლო ადგილები. მედია ჩვენთანაც ბევრი საფეხმავლო ადგილი იქნება ყველა ქალაქში. მოვედით გიუმრის ცენტრში. ეხლა ვარ ცენტრალურ მოედანზე. და საკმაოდ ლამაზია რა, არ ველოდი რომ გიუმრი ზოგადად ესეთი ლამაზი ქალაქი იქნებოდა. ნუ ვანაძორთან შედარებაც არ არის რა, ვანაძორი შედარებით პატარაა და შედარებით წყნარი ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ მესამე ქალაქია სომხეთის. გიუმრი არის მეორე ქალაქი სიდიდით. ეტყობა რომ ისეთი ცოცხალი ქალაქია რა. წავიდეთ ახლა გიუმრის ცენტრიდან, მივიდეთ მატარებლების სადგურზე. ვიყიდოთ ჩვენი ბილეთი, რომ წყნარად და მშვიდად ვიყო მერე, რომ შეიძლება აღარ იყოს ადგილი ან რამე. კი მითხრა იქ მოლარემ, რომ არ არისო პრობლემაო რა, მოდიო როცა გინდა და იყიდიო წინასწარ, რომ არ არისო საჭირო რეზერვაციაო. საათნახევარში გადის ახლა ჩემი მატარებელი, მანამდე წავალ რამეს შევჭამ, ტელეფონს ტექნიკას ზოგადად დავტენი, და რომ ყველაფერი დამეჯდა. ასე დასრულდა სომხეთში მოგზაურობის პირველი ნაწილი. წინ ერევანში მოგზაურობა გელოდებათ.